თავი მე-18 უთხრა უფალმა არონს შენ და შენმა შვილებმა და შენმა მამის ახმა შენთან ერთად უნდა იკისროთ დანაშაული საწმიდარში შენ და შენმა შვილებმა შენთან ერთად უნდა იკისრონ დანაშაული თქვენს მღვდლობაში შენი მოძმეები ლევიანთა შტო მამა შენის ტომი შენ წაიყვანე თქვენთან ერთად იყვნენ განუყრელად და გემსახურონ შენ და შენი შვილები კი შენთან ერთად აღთქმის კარვის წინ უნდა იყოთ აღასრულონ მოვალეობა შენს მიმართ და მთელი კარვის მიმართ ოღონდ არ მიეკარონ საწმიდარის ჭურჭელს და სამსხვერპლოს თორემ ისინიც დაეხოცებიან და თქვენც შენთან უნდა იყვნენ განუყრელად და ასრულებდნენ მოვალეობას სადღესასწაულო კარვის მიმართ კარვის მთელ სამსახურს უცხო კაცი არ უნდა მოგეკაროთ შეასრულეთ საწმიდარის წესი და სამსხვერპლოს წესი რომ რისხვა აღარ დაატყვეთ ისრაელიანებს აჰა მე გამოვარჩიე თქვენი მოძმეები ლევიანები ისრაელიანთაგან თქვენთვის არიან ისინი მოწყვლილი საუფლოდ რათა გასწიონ სადღესასწაულო კარვის სამსახური შენ და შენმა შვილებმა კი აღასრულეთ მღვდლობის წესი სამსხვერპლოსთან და ფარდის უკან და იმსახურეთ მღვდლობის სამსახური მომინიჭებია თქვენთვის თუ უცხოვინმე შეუდგება სამსახურს უნდა მოკვდეს ელაპარაკა უფალი აარონს აჰა გავალებ ჩემთვის შემოწირული ღალისათვის ყურის გდებას ისრაელიანთა მთელ შემოწირულობას გაძლებ წილად შენ და შენ შვილებს სამარადისო წესით აი რა გეკუთვნის წმიდათა წმიდადან საცეცხლო მსხვერპლიდან ყოველი მათი შესაწირავი და ყოველი მათი ძღვენი ცოდვისა და დანაშაულის გამოსასყიდი ყოველი მსხვერპლი რასაც მე მიხდიან წმიდათა წმიდაა შენთვის და შენი შვილებისათვის წმიდათა წმიდაში ჭამეთ იგი ხოლოდ მამაკაცებმა ჭამონ წმიდა უნდა იყოს თქვენთვის აი რა გეკუთვნის მათი ღალის ძღვენიდან ისრაელიანთა მთელი შემოწირულობა შენთვის და შენი შვილებისთვის მომიცია სამარადისო წესით ყოველმა გაწმიდავებულმა შენ სახლში ჭამოს იგი საუკეთესო ზეთი საუკეთესო ღვინო და პური მათი ღალა რაც უფალთან მიაქვს შენთვის მომიცია მათი მიწის ყოველი პირველმოწეული ნაყოფი რომელიც უფალთან მიაქვს შენ გეკუთვნის ყოველმა გაწმიდავებულმა შენ სახლში ჭამოს იგი ყოველი დარისხებული ისრაელში შენ გეკუთვნის ყოველი ხორციელის პირველნაშობი რომელსაც უფალს მიართმევენ ადამიანი იქნება თუ პირუტყვის შენ გეკუთვნის ოღონდ ადამიანის პირმშო გამოისყიდე და უწმიდური პირუტყვის პირველნაშობიც გამოისყიდე მათი გამოსასყიდია ერთი თვის შემდეგ გადაიხადე დაახლოებით 5 შეკელი ვერცხლი საწმიდარის შეკელით ანუ 20 გერა ხოლო ძროხის პირველმოგებულზე ან ცხვრის პირველმოგებულზე და თხის პირველმოგებულზე ნუ გადაიხდი გამოსასყიდს წმიდა არიან მათი სისხლის სამსხვერპლოს უნდა ასხურო ხოლო ცხიმი უნდა აკმიო კეთილსურნელებად უფლისათვის მათი ხორცი შენ გეკუთვნის ისევე როგორც მისართმეველი მკერდი და მარჯვენა ბეჭი გეკუთვნის შენ მთელი წმიდა ღალა რომელსაც ისრაელიანები უხდიან უფალს შენთვის შენი ვაჟებისა და ქალიშვილებისთვის მომიცია სამარადისო წესით ეს არის სამარადისო აღთქმა მარილისა უფლის წინაშე შენთვისა და შენი შთამომავლობისათვის უთხრა უფალმა აარონს მათ ქვეყანაში ვერაფერს დაემკვიდრებ და არ გექნება წილი მათ შორის მე ვარ შენი წილი და შენი სამკვიდრო ისრაელიანთა შორის ლევიანებს კი აჰა მივეცი სამკვიდროდ ყველაფრის მიათედი რაც ისრაელშია მათი სამსახურის სანაცვლოდ რასაც სადღესასწაულო კარავთან ასრულებენ აღარ მიუახლოვდნენ ისრაელიანები სადღესასწაულო კარავს რომ მომაკვდინებელი ცოდვა არ დაიდონ თავად ლევიანებმა შეასრულონ სადღესასწაულო კარვის სამსახური და თავადვე იტვირთონ მათი ცოდვა სამარადისო წესია ეს თქვენს თაობებში ისრაელიანთა შორის ვერ დაემკვიდრებენ სამკვიდროს რადგან ლევიანებს სამკვიდროდ ისრაელიანთა მიათედი მივეცი რომელსაც ღალად უხდიან უფალს ამიტომ უთხარი მათ ისრაელიანთა შორის ვერ დაემკვიდრებთ მეთქი სამკვიდროს ასე ელაპარაკა უფალი მოსეს დაელაპარაკე ლევიანებს უთხარი როცა ისრაელიანთაგან აიღებთ მიათედს რომელიც თქვენთვის მაქვს მათგან მოცემული თქვენ სამკვიდროდ უფალს გადაუხადეთ მისგან ღალა მიათედი მიათედიდან კალოს პურად და საწნახელის წვენაც ჩაგეთვლებათ თქვენი ღალა ასე თქვენც გადაუხდით ღალას უფალს იმიათედიდან რასაც ისრაელიანები მოგცემენ მისგან გადაუხდით საუფლო ღალას აარონ მღვდელს
ყველაფრიდან, რასაც მოგიძღვნიან, უნდა გადაიხადოთ საოფლო ღალა, ყოველივე საუკეთესოდან ურჩეულესი ნაწილი. უთხარი მათ. საუკეთესოს რომ გადაიხდით ღალად, კალოს შემოსავლად და საწნახელის შემოსავლად ჩაეთვლებათ ლევიანებს. ყველგან ჭამეთ იგი თქვენ და თქვენმა საგვარეულომ, რადგან ეს არის გასამრჯელო სადღესასწაულო კარავში თქვენი სამსახურისთვის. არ დაგედებათ ცოდვა, როცა მისგან საუკეთესოს გადაიხდით ღალად. არ წაბილწავთ ისრაელიანთაგან შემოწირულს და არ მოკვდებით.